საღელისთვის არის საჭირო რომ დავაყენოთ აქ საღილეზე. აქაც უნდა იყოს საშუალოდ 0.5-ზე 0.7-ზე. აქ მაქსიმალურად დიდი განი უნდა გქონდეს. ასევე აუცილებელია რომ ამოვიყენოთ სხვანაირი თათი, საჭირო ტიპის თათი. ამას რო დავაწოვით, თათი ჩამოვარდება. ამაში იდება ხილი. რომ ხელაღილიც საჭირო, რომ საჭირო ზომის საღილე გააკეთოს. ეს ჩავსვით. ეხლა აიღოთ ქსოვილი. შევაცუროთ. პირველი ორი ნაბიჯი შეგვიძლია ხელით გავაკეთოთ. და აი ეს რაღაცა აუცილებლად უნდა ჩამოვწიოთ. აი ეს. საკმარისია. როდესაც ჩვენ ქსურს უკვე გამოვიღოთ, თაც ამოვწევთ და შევძლებთ ქსოვილი გამოვიღოთ უკვე. მაგრამ ახლა ეს ცოტა მჭიდროდ არის განაკეთები. მე უფრო გავაკეთებ ცოტა უფრო დიდი ნაბიჯით. დიდი ნაბიჯის გამოყენება შესაძლებელია მაშინ, როდესაც ჩვენ ნაბიჯს ოდნავ გავზრდით. აი აქედან. так, მაგრამ ყოველი მეორე ან მესამე შემდეგი საღილის გაკეთებისას აუცილებელია რომ ეს რგოლი გავთიშოთ, სხვა ოპერაცია ჩავთოთ და გადავთოთ თავიდან. ხო, ვიწყებთ თავიდანვე. ეს არის ზომას. სიგრძეს, ანუ დაშორებას ნაბიჯებს შორის. ხო, კიდე შეგვიძლია გავზარდოთ. ეს გავთიშოთ, ჩავთოთ თავიდან. გააკეთებს კიდევ ერთ, კიდევ უფრო დიდი ნაბიჯები. გაჩნიათ როგორი კიდევ და რა მასალა არის. ანუ ბამბუქზე მუშაობ.